დაგიბრუნდით და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმარი უკვე ჩვენთან არის. თბილისის კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე დილამშვიდობისა. არ დამივალოთ, არ გამავა ხო ჩემგან არც ერთი. თუ მიიღებთ კონსერვატორიაში. კი, გადასარევ. არა, მეის მიკვის რატო ეგეთი აქცენტი ქონდათ მაინც ფორტეპიანოზე და ვოკალზე. აი რაღაცა სორისფერო ძალიან მაინტერესებდა და ვცადე ამ ჩემი გამოსფერო. ჩვენი კონსერვატორიის ორი ყველაზე საამაყო სფერო ეს არის, მაგრამ კონსერვატორიაში დანარჩენი ყველა მუსიკალური სფერო, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა, ეს ყველა სახეზეა და შეითავაზება სტუდენტსაც და აი, კიდე ვიდეოს მოვიფიქრებ და აუცილებლად გავაკეთებ. მაინტერესებს თუ არის თქვა გარკვეული ასაკი, როდიდან შეიძლება ადამიანმა დაიწყოს სიმღერა ან გულისხმობ ამ შემთხვევაში უკვე ოპერის მომღერლობას. ტექნიკურად როგორ არსებობს ასაკი. ოღონდ რიცხვით ვერ გამოხატა ამას. რაც შეიძლება ადრეული, მაგრამ თლად ნაადრევიც არ უნდა იყოს, რომ ბავშვს უცბად არასწორი დატვირთვით ან რამე არ გაუფუჭო, ან არ შეაძლო მუსიკა. თუმცა ხელოვნებისთვის ასაკი არ არსებობს და როგორც 40 წლის კაცმა შეიძლება დაიწყოს ლექსების წერაც, ხატვაც, ასევე მუსიკასთან შეუძლია თავისი სიყვარული აღმოაჩინოს და მთელი დანარჩენი ცხოვრება მასთან ერთად გაატაროს. თქვენ როდის აღმოაჩინეთ ეს სიყვარული? ძალიან ღრმა ბავშვობაში ჩემი პირველი ორი მუსიკალური მოგონება ყველაზე ადრეული არის, არც 2 თუ 3 წლის რო ვიქნებოდი. ერთი არის შუბერტის ერთი ექსპრომტი, 99 ოპუსის მეოთხე. და პეჭაი ვოლკ იმისი, პროკოფიევის. იქიდან ორი მომენტი მახსოვს, რა თქმა უნდა. ის ექსპრომტი მთლიანად ჩემი უსაყვარლესია და ესაც და პროკოფიევიდან მახსოვს რაც ერთი ორი კლავი. თავიდანვე რამ გაგიტაცავთ? თავიდან როგორც ბევრმა ბავშვმა დავიწყე ფორტეპიანოზე. 7 წლები რომ დავამთავრე მუსიკაზე სიარულის გაგონებაც არ მინდოდა, თუმცა როგორც კი სიარული შევწყვიტე მუსიკაზე, ინტუიჩივი მუსიკის გარდა არაფერი არ მინდოდა. არა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ბზად ვიყავი ისევ მეულო მუსიკაზე. მე დავამთავრე უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის წლებში უკვე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამე ლაპარაკობს იმის სასარგებლოდ, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, კომპოზიციის გარდა არაფერი არ მინდოდა, უკვე უკრავდი ჯაზს. მაგრამ კომპოზიცია მე ისე გამიტაცა, რომ ჯაზიც დამავიწყა. და მე 1-4 წელი მარტო მუსიკით ცხოვრობდი. კერძოდ სწავლობდი მიხოშ უღლიაშვილთან კომპოზიციას. და მე კონსერვატორიაშიც კი ჩავაბარე 86 წელს. აი მე უკვე ძალიან სხვადასხვანაირი ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა, ყველას ძალიან ვაფასებ ყველა ამ ინტერესს, რომ რაღაცნაირად მთელი ჩემი ცხოვრება დღევანდელი განაპირობას ვერთ მაშინ დამადრო. უკრავთ საქსოფონზე, წაგან ჯაზით ახსენეთ, ატარებთ მასტერკლასებს ელექტროაკუსტიკურ მუსიკაზე და ასევე ადრე გალობდით. რომელ ჟანრში უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს, რომელი უფრო თქვენია? საქმეც მაგაშია რომ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველა. ხო, რომელიმე რო არ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში, რაღაცა დამაკლებოდა ეხლა ვთვლი. და ის გამოცდილებაც ნაცნობრივ ფასდაუდებელი, რომელიც შევიძინე გინ გალობით, გინ ჯაზის დაკვირით თავისდადი, იმიტომ რომ ჯაზს ახლაც სიყვარულით უკრავ. და რაც მთავარია კონსერვატორიაში ეხლა სექტემბრიდან ჯაზის ბაკალავრიატი გავუშვით. კონსერვატორიაში ის დარგებიც არის, თქვენ რო არც ერთხელ არ გიხსენებიათ და არ მიგიღეთ მონაწილეობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროგრამებზე, სადაც მუსიკის მენეჯმენტი, მუსიკის ჟურნალისტიკა და მუსიკის ტექნოლოგია ისწავლება, იქ რომ მობრძანებულიყავით, ბევრად უფრო არა, აქაც კაი შედეგი იყო. აუცილებლად ტიპირებას გაძლევთ, აუცილებლად გავაკეთებ ერთ პირველს ესეც. იმ ადამიანებს, ვინც კონსერვატორიაში აბარებს, რაზე უწევთ თუ არის არია საჭიროა ამ პროფესიაში? ზარმაცობაზე, სასურველია ზერელობაზეც უარი თქვან. ამ ასაკში უამრავი სხვა ინტერესი შეიძლება გაჩნდეს და რაღაცნაირად ცხოვრების აზრი შეიძლება მიეცეს. ცხოვრების აზრი შეიძლება კონცენტრირდეს რაღაც ისეთზე, რამაც შეიძლება მე ეს პროფესიულ წინსვლას ავნოს. ამ დროს ყველაზე კარგია რომ არა ძალით და არა იძულებით, მაგრამ რაღაცნაირად კარგი რჩევა ყოველთვის თავარია ხოლმე გადამწყვეტი. რთულია კონსერვატორიის რექტორობა? ნამდვილი არ არის ნამდვილად. რამდენად იცლით თქვენი შემოქმედებისთვის, იმიტომ რომ რექტორობაც ძალიან კომპოზიციაზე ჩავიქნი ხელი. ამ დროის მანძილზე რექტორი ვიქნები, არ მგონია რომ რამე გამოდის. აი მე ნახე. მაგრამ
მაგრამ ვცდილობ რომ ბევრი დავუკრა. მეცადინეობის დრო არა მაქვს, ეს ფორმაზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობ კვირაში 1-2 შეიძლება 3 ჯერად სადმე დავუკრა. ვიცი რომ ახლა კონსერვატორიაში გამოცდები იწყება, თუ არ დაიწყო უკვე? მისაღები გამოცდები დამთავრდა. უკვე დამთავრდა? საკვალიფიკაციო გამოცდები მანამდე იყო, მაგრამ ახლა კიდევ არის მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში. რამდენად არის ინტერესი კონსერვატორიაში? რაც თავარია დღევანდელი დაწყებული ეროვნული გამოცდები ჩვენთვის ასევე ინტერესის საგანია, იმიტომ რომ წელს პირველად გავხსენით ეს 3 კონცენტრაცია, რომელიც გითხარით და იქ მარტო ეროვნული გამოცდებით მოდიან ბავშვები. საინტერესოა იმითაც, რომ ძალიან კარგი ბავშვები, რომლებმაც შემოქმედებითი ტური კარგად ჩააბარეს, ახლა ეროვნულ გამოცდებზე გადიან. და უცბად შეიძლება ძალიან არასასურველი რამე მოხდეს, რომ ეროვნული გამოცდების მინიმუმი ვერ გადალახონ და ეს კარგი სტუდენტი გარე. ამ დროს შეიძლება იყოს ნიჭიერი, ხო ძალიან? კი, მაგრამ ნიჭიერება ესეთი რამეა, ნიჭიერებას თუ არ შეუდგა მხარში ზოგადი განათლება და ზოგადი ინტელექტუალური მომზადება. მაშინ ეს ნიჭიერება შეიძლება სხვადასხვა მხარეს სწავლდეს. თუმცა ეჭვის არ მეპარება რომ გადალახან, მაგრამ მინიმუმი ნამდვილად მინიმუმია, რომელიც უნდა იცოდეს. ძალიან ვისურვებდი, იმიტომ რომ შედარებით მცირე ნაკადია წელს. ეს ნაწილობრივ აი იმ დროის ბრალია, რომ მითხარით, როდიდან უნდა დაიწყოს მუსიკაო, მუსიკა უნდა დაიწყოს უადრესიდან და არ უნდა გაწყდეს. მუსიკის წყვეტა არის პრინციპში პირდაპირ დარტყმა მუსიკალურ განათლებაზე ქვეყანაში. იმედია რომ ეს გამოსწორდება. საქსოფონი გაქვთ მოტანილი და აუცილებლად უნდა მოვისმინოთ. რამე იმპროვიზაცია, ხო? რამდენი დრო? აი, გეტყვით. 2 წუთი. ხო, ვფიქრობდი რომ ძალიან რთული ინსტრუმენტია ეს. ავიგებდი ხო შეიძლება? კი, როგორ აკეთებ? უნდა დავუკრა? არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თბილისის კონსერვატორიის რექტორი, კომპოზიტორი და ასევე შემსრულებელი ეზო კიკნაძე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა.